გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე ამას ხეობაში, ხანძთის მამათა მონასტერში. ეს დღე საქართველოში მრავალ მონასტერში აღინიშნება. დღეს მლოცველები სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ, რათა ერთობლივ ლოცვაში მოეხსენიებინათ წმინდა გრიგოლი. დღევანდელი დღე არის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე. დღევანდელი წინვალე დღესასწაული მინდა მოგილოცოთ ყველას, მთელ საქართველოს. მე საერთოდ აქ მოსულ ადამიანებს ყველას ვეუბნები, რომ მასპინძელი თქვენი არის თავად გრიგოლ ხანძთელი. აქ მოსული ადამიანი პირველ რიგში მასთან მოდის და შემდეგ უკვე ჩვენი ურთიერთობით უკვე ვადიდებთ ღმერთს შემოკარგავ. მასპინძელი, რომელმაც დააარსა და აღაშენა ტაო კლარჯეთი. ზამის ხეობა არის გასუსხლებული ტაო კლარჯეთი, თავისი მონასტრები, თავისი სიწმინდეები და რა თქმა უნდა თავისი წინამძღვრით, რომელიც არის გრიგოლ ხანძთელი. ხანძთის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. მსახურებამ როველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ჩაატარა. მსახურებაზე მიტროპოლიტმა გრიგოლ ხანძთელის 8 წელზე იქადა და მრევლს მისი ბიოგრაფია გაახსენა. დღე მართლაც დღესასწაულის ტოლფასია, იმიტომ რომ ამდენი ხალხის სიმრავლე, მორწმუნე ერი, მადიდებელი ერი, მოსიყვარულე ერი, კვლავ ერთად ვართ ღვთის წიაღში. ეს დღევანდელი მშვენიერი და ლამაზი წირვა, რომელიც აღასრულა ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა მეუფე იობმა და ყველა ეს ადამიანი, რომელიც მოგბრძანდა ლოცვად და მსახურებად უფლისად შემოკარგა. მადლობა ყველას. გზեցას დღევანდელი დღისთვის, აი ამ სილამაზისთვის, ამ ყველაფრისათვის, რაც შექმნა და ჩვენ მოგცა საჩუქრად. მადლობა მეუფეს მობრძანებისათვის, დაფასებისათვის და ყველა იმ ხალხს, ვინც აი დღევანდელ დღეს მოვიდა იმისათვის, რომ აღნიშნოს ეს დიდებული დღესასწაული. სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი. დღეს, როცა ხანძთის ეკლესიის ჰაერი კვლავ იშღინთება საგალობლით, გრიგოლ ხანძთელის სახელის ხსენება და მისი ცხოვრების მაგალითი კვლავ გვახსენებს, რომ რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული საქმე დროს არ ემორჩილება. დღესაც, საუკუნეების შემდეგ, ხანძთის მონასტერი რჩება ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთ სიმბოლოდ.